როგორია საქართველოს ყაზახეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, რა პოტენციალი გააჩნიათ ქვეყნებს და რამდენად დაინტერესებულია კერძო სექტორი ორივე ქვეყნის მხრიდან თანამშრომლობისთვის. ამ თემებზე და არა მხოლოდ ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია ელჩი ყაზახეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში მალიქ მურზალინი. მოგესალმებით ბატონო ელჩო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. გამარჯობა, ძირფასო ქართველო მეგობრებო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და დავიწყოთ უფრო ზოგადი შეფასებით ბატონო ელჩო. ერთი წელია რაც თქვენ შეუდექით თქვენი მოვალეობის შესრულებას, როგორც სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ყაზახეთიდან და როგორი იყო ეს ერთი წელი? აი რას გამოკვეთავდით თქვენ, რა იყო თქვენთვის ყველაზე ისეთი გამოკვეთილი ამ ერთი წლის ganmawlobashi? Прошлый год для казахстано-грузинских отношений был очень интенсивным. Официальный визит главы правительства республики Казахстан в Грузию. Посетил с визитом премьер-министр. У нас были установлены по братские связи между городом Боржоми и დამეგობრებ ბორჯომი და ქალაქი ატარაო ნავთობის დედაქალაქი ქალაქ გორში გავხსენით საპატიო საკონსულო მეოთხე უკვე გასულ შემოდგომაზე ჩატარდა დიდი ტრიუმფით გალა კონცერტი ყველაზე დიდი თეატრისა ცენტრალურ აზიაში ასტანა ოპერის თბილისში ალბათ ყველაზე ცნობილ თეატრში შოთა რუსთაველის თეატრში საკმაოდ დატვირთული წელი ქონიათ და ასევე დატვირთულია სავაჭრო ურთიერთობები და მზარდია სავაჭრო ურთიერთობები საქართველოს ყაზახეთს შორის. თქვენი შეფასებით, აი რამ განაპირობა ეს სავაჭრო ურთიერთობების მოცულობის ასეთი ზრდა, რა იყო მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები და თქვენი დაკვირვება რას აჩვენებს, შენარჩუნდება თუ არა ეს ტენდენცია? Я думаю, что эти тенденции обязательно будут сохраняться. Тенденციები აუცილებლად შენარჩუნდება. გასულ წელს გახდა ძალიან სერიოზული გარღვევა სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობაში. ჩვენი საქონელ ბრუნვა გაიზარდა 2.7-ჯერ და 735 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ამჟამად ყაზახეთი გახლავთ მერვე ყველაზე მსხვილი ეკონომიკური პარტნიორი საქართველოს. ძირითადი მოთხოვნა ვთქვათ ყაზახეთის მხრიდან რა ჯგუფზე არის, რა პროდუქტებზე არის, ისევე როგორც ახლა საქართველოში დაინტერესება ვთქვათ ყაზახური კომპანიების მხრიდან, რაზე აკეთებენ აქცენტს და ძირითადად საქართველოს ბაზარს რომელი პროდუქტებისთვის იყენებენ საიმპორტოდ. Очень большое внимание уделяется нами закупкам грузинской продукции. В прошлом году объем импорта, то, что мы в Казахстан закупили из Грузии, вырос იმპორტის მოცულობა რაც შევიძინეთ ყაზახეთიდან საქართველოში სამჯერ გაიზარდა 700 მილიონ დოლარს გადააჭარბა თანხამ და საკონლო პოზიციებზე ყაზახეთი გახლავთ ნომერ პირველ ადგილზე автомобильного транспорта на территории Грузии. საავტომობილო ტრანსპორტის შესყიდვასთან დაკავშირებით საქართველოში საქართველოს რის რეექსპორტს აკეთებს სხვა ქვეყნებში ჩვენ აი აქ პირველ ადგილზე ვართ 40,000 მანქანა შეიძინა ყაზახეთის მოქალაქეებმა საქართველოში ეს გახლავთ 40% საქართველოს მანქანების ექსპორტის კიდევ საინტერესო რა გახლავთ საქართველოს ძალიან დიდი რაოდენობით ექსპორტს ახორციელებს მინერალური წყლის აქ ჩვენ ვართ მეორე ადგილზე მარტო ბორჯომზე თუ ვილაპარაკებთ 203 მილიონი ბოთლი შევიძინეთ ბორჯომზე და საინტერესო რა გახლავთ ყაზახეთი გახლავთ პირველ ხუთეულში იმ ქვეყნებისა რომელიც ყიდულობს საქართველოში ღვინოს და ამ პროდუქტების მიმართ ინტერესი მომავალში შენარჩუნდება თუ შესაძლებელია რამე ცვლილებები ვიხილოთ ეს რომ დავაზუსტოთ ჩვენი საუბარი Да, несомненно, я думаю, что определенные изменения რაღაც ცვლილებებს ექნება ადგილი და შეიძლება დაემატოს რაღაც პროდუქტები, ხო? Да, кроме этого, другие
ამის გარდა სხვა სასაქონლო პოზიციების თვალსაზრისითაც ჩვენ მუშაობთ, ჩვენ ხელი მოვაწერეთ საგზაო რუკას, რომ გავაფართოვოთ ნომენკლატურა საქონელ ბრუნვის 2026 წლამდე. ჩვენ ქართულ პარტნიორებთან ზუსტად აი ამ საგზაო რუკის მიხედვით ვაწარმოებთ სამუშაოს. აი საგზაო რუკა ვახსენეთ და მინდა გკითხოთ აუცილებლად შუა დერეფნის პოტენციალის შესახებ, რომელზეც ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს საუბრობენ და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის. საინტერესოა ყაზახეთი როგორ უყურებს ამ პოტენციალს ამ ეტაპზე და შესაძლებელია თუ არა, თქვათ უახლოეს მომავალში, აი ამ ინტერესმა, რომელშიც ძალიან ბევრი ქვეყანაა ჩართული, კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება და ზრდის ტემპი გამოიწვიოს. Да, средний коридор важен для обеих стран. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. გასულ წელს, როდესაც ჩვენი პრეზიდენტი ბატონი ტოკაევი გამოდიოდა და მიმართავდა ყაზახეთის ხალხს, მან საქართველოს როლს გაუსვა ხაზი ამ პროცესში. მან აღნიშნა, რომ შუა დერეფნით ჩვენ შეგვიძლია მიწოდება გავზარდოთ 5-ჯერ იმ პირობით, თუ გვექნება კარგი ურთიერთობა და კარგი Грузия, Азербайджан, Турция. მუშაობა ჩვენ პარტნიორებთან როგორც არის საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ, რათა მიწოდება გაფართოვდეს საქართველოს გავლით. რამდენიმე დღის წინ ჩვენმა პრეზიდენტმა გახსნა ახალი სავაჭრო ლოგისტიკური ცენტრი ქალაქ სიანში, ცენტრალურ ჩინეთში. ეს გახლავთ ჩვენი სავაჭრო ლოგისტიკური ცენტრი ჩინეთში. რატომ? იმიტომ რომ იქ მოხდეს ტვირთების აკუმულირება და მერე შუა დერეფნით მოხდეს მათი გაგზავნა. უკვე მრავალი წელი მუშაობს სავაჭრო ლოგისტიკური ცენტრი ქალაქ ლენინგაუში. ეს არის უკიდურეს აღმოსავლეთში ჩინეთში, ყვითელი ზღვის სანაპიროზე. ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ კასპიის ზღვაზე, ვაფართოვებთ სიმძლავრეებს აქტაუსა და ინკურიქს, 2 ჩვენი პორტის სიმძლავრეებს და 2 ახალი ტანკერი შევიძინეთ გასულ წელს, რათა მოხდარიყო ყაზახეთის ნავთობის ექსპორტირება აზერბაიჯანში და აზერბაიჯანში მერე მილსადენი, ბაქუ, თბილისი, ჯეიხანით. შემდეგ უფრო ევროპისკენ რო წასულიყო ნავთობის ექსპორტი. ჩვენ საქართველოში საკმაოდ კარგად მუშაობთ ქართულ პარტნიორებთან ერთად ფოთის პორტში. ჩვენ წამოვიწყეთ შენებლობა ახალი მულტიმოდალური ტერმინალის, რომელიც დაჯდა 27 მილიონი ამერიკული დოლარი და ეს მოხდა 27 მილიონი დოლარის ინვესტიცია. 150 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ფოთის მცხოვრებლებისთვის. და მას შემდეგ რაც ახალი ტერმინალი შევა ექსპლუატაციაში, რა თქმა უნდა, მიწოდების მოცულობა შუა დერეფანში, რა თქმა უნდა, გაიზრდება. გასულ წელს ჩვენ შევქმნით ასევე საერთო ერთობლივი საწარმო საქართველოს, ყაზახეთის და აზერბაიჯანის რკინიგზის ადმინისტრაციებს შორის, რათა გავამარტივოთ პროცესი და შევქმნით ერთიანი ტარიფი რკინიგზის გადაზიდვებისა ჩვენი ქვეყნების გავლით, რაზმაც უნდა მოგვიტანოს ის, რომ უახლოეს მომავალში მოცულობა მიწოდების შუა დერეფანში გაიზრდოს 10 მილიონ ტონამდე. თქვენ ინვესტიციები ახსენეთ და საკმაოდ მსხვილი ინვესტიციის მოცულობას დაასახელეთ. საინტერესოა თქვენი მოსაზრება, რომ ჯერ ერთი ეს რას უკავშირდება კონკრეტული მიმართულება თქვენ უკვე თქვით. თუმცა ასევე საინტერესოა რა სფეროებია ის სფეროები, რაც ყაზახური ინვესტორებისთვის პოტენციურად არის საქართველოში საინტერესო. Ну, наверное, в первую очередь это все-таки ეს გახლავთ ლოგისტიკური სფერო. Если в целом говорить про თლიანად რომ ვილაპარაკოთ ყაზახეთის ინვესტიციებზე საქართველოში, გასულ წელს ჩვენ სერიოზული გარღვევა ჰქონდა. ინვესტიციების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა და ამჟამად შარშანდელი წლის შედეგებით ყაზახეთი იყო მეათე ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში. გასაგები მიზეზებით ძირითადი ჩვენი ინვესტიციები დაკავშირებულია ჩვენ აქტივებთან, იმ აქტივებთან, რომლებიც ეფექტურად მუშაობენ საქართველოში. ეს გახლავთ ბათუმის ნავთობ ტერმინალი, ბათუმის საზღვაო პორტი,
კომპანია Rompetrol საქართველოს მაგალითად ჩვენი აქტივები ბათუმში გახლავთ 40% рынка морской перевалки. თლიანი მოცულობის საზღვაო გადაზიდვებისა საქართველოში. იმ დროის განმავლობაში, რაც მუშაობენ ისინი ბათუმში, ბიუჯეტში დაახლოებით 73 მილიონი დოლარი შევიდა ბიუჯეტში. ეს არის მხოლოდ გადასახადები ბიუჯეტში და სხვა სოციალური გადასახადები, ხელფასები და ათასობით ბათუმელი მუშაობს ამ საწარმოებში. და თუ ვილაპარაკებთ Rompetrol-ზე, ესა გახლავთ 17% საწვავის ბაზრისას. წილის საწვავის ბაზარზე საქართველოში. ძალიან საინტერესო ნიუანსია. Rompetrol-ი ყაზახური კომპანია, რომელიც მუშაობს საქართველოში, იგი по грузинской статистике, ქართული სტატისტიკით, румынским, იგი რუმინული топливом. потому что რუმინულ საწვავს ხიდის, იმიტომ რომ ფიზიკურად საწვავი შემოდის რუმინეთიდან, მაგრამ რეალურად ეს გახლავთ ყაზახური ნავთობი, რომელიც გადაეცემა რუმინეთს, ხდება გადამუშავება რუმინეთში ყაზახურ გადამაშრომელ ქარხნებში და შემდეგ ხდება იმპორტირება საქართველოში. de facto ყაზახეთი იკავებს მეორე ადგილს საწვავს აპოხი მასალების მიწოდებით თვალსაზრისით საქართველოში. ზოგადად მინდა მოგახსენოთ, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც მიმდინარეობს სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორობა ჩვენ ქვეყანას შორის 570 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოახდინეს საქართველოს ეკონომიკაში და რა თქმა უნდა ეს პროცესები გაგრძელდება იმ კეთილგანწყობილი საინვესტიციო კლიმატის თვალსაზრისით საქართველოსია შექმნილი. უნდა მეკითხა თქვენთვის, მაგრამ თქვენ უკვე გვიპასუხეთ ამ კითხვაზე. მინდა გკითხოთ ასევე ქართული კომპანიების ინვესტიციების მოცულობაც იზრდება პარალელურად, განსაკუთრებით კომპანიები, რომლებიც IT სექტორში, ასევე საკონსულტაციო მიმართულებით მუშაობენ, ისინი შევიდნენ ყაზახეთის ბაზარზე. ეს ტენდენცია თუ უბრალოდ რაღაც კონკრეტულ მომენტში მოხდა ამ კომპანიების კონცენტრირება ყაზახურ ბაზარზე და როგორ ფიქრობთ, გაგრძელდება თუ არა ეს თანამშრომლობაც? Я должен сказать, что Казахстане тоже благоприятные условия для კეთილგანწყობილი პირობები იქნება ინვესტორებისთვის ყველა სფეროში, IT სფეროს ჩათვლით. ჩვენთან აღნიშნული სფერო ძალიან დინამიურად ვითარდება, მაგრამ რაც შეეხება პროგრესს, რომელსაც მივახციეთ გასულ წელს, მნიშვნელოვანია ხაზის გასმა Georgian Industrial Group-ის აქტივობებზე ყაზახეთში გასულ წელს ხელი მოეწერა 50 მილიონი დოლარი ინვესტირების ხელშეკრულებას. Georgian Industrial ჯგუფი უკვე აშენებს ჩვენ ქვეყანაში სელკოს სოფლის მეურნეობის ტექნიკის ამწყობ ქარხნებს და რაც თავარია ასტანაში ყაზახეთში მუშაობს საერთაშორისო ფინანსური ცენტრი ასტანა, რომლისთვისაც შექმნილია კეთილგანწყობილი სამართლებრივი რეჟიმი. გასულ წელს ახალი საწარმო Bundessilk Studios იყო რეგისტრირებული, ეს გახლავთ ერთობლივი ყაზახურ, ქართულ, ამერიკული საწარმო კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ ესეთი თანამშრომლობა გაგრძელდება. სანამ დაგემშვიდობებით, მინდა გკითხოთ აუცილებლად ტურისტულ პოტენციალზე, იმიტომ რომ უკვე გვაქვს პირდაპირ რეისები, მიმოსვლა არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შორის. როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად გაღრმავებადი და განვითარებადი თანამშრომლობის სფეროა? Несомненно, мы должны углублять ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა ამ სფეროში. რატომ? იმიტომ რომ ყაზახებს ძალიან უყვარს საქართველო, აინტერესებთ მისი ძველი ისტორია, ტრადიცია, საქართველოს კულტურები, ძალიან უყვართ ქართული სამზარეულო და ღვინო. გასულ წელს მხოლოდ ტურისტთა რაოდენობა საქართველოში გაიზარდა თითქმის 40%-ით და მიაღწია 167,000 ადამიანს. ქართული სტატისტიკით მინდა ხაზი გაუსვა
опережаем по ჩვენ количеству ვასწრებთ туристов ტურისტების все რაოდენობით западноевропейские ყველა страны. დასავლეთ При ევროპულ этом, как вы ქვეყანას правильно და отметили, როგორც თქვენ способствует ზუსტად наличие ბრძანეთ прямых პირდაპირი авиарейсов из ფრენები 5 უწყობს ხელს крупных 5 городов Казахстана შვილ в ყაზახურ аэропорты Тбилиси, ყაზახეთის Кутаиси, ქალაქებიდან Батуми. აეროპორტებში, რომელიც განლაგებულია თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებთ. ჩვენი სტუმარი იყო ყაზახეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში მალიქ მურზალინი.